რაში ჯდება ის, რომ გავიგე რომ შინაგან საქმეთა მინისტრს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ დიპლომატი სხვა ქვეყნის ელჩი, როდესაც აქციის აგრესიული, არამშვიდობიანი პარლამენტში შემოჭრის მცდელობა რომ აქვს ასეთი აქციის დაშლას რომ აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. იმ დროს გვერდში არ უნდა იყოლიოს სხვა ქვეყნის ელჩი, ეს ელემენტარული რამ არის. თან რუსთაველზე შეერნობდა და ამოიყვანეს რომ მე მითხრა პირადად. რუსთაველზე. მაგრამ ახლა შევხედოთ ელჩის თვალით. რამდენად აქვს ელჩს უფლება რომ დაჯდეს იმ ადგილას, საიდანაც მიმდინარეობს აქციის დაშლის ოპერაცია. რას გავს ეს საერთოდ დიპლომატიური თვალით რო შეხედოთ, რა არის ეს? გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ზის და აკონტროლებს მის დაქვემდებარებული მინისტრი, რას მოიმოქმედებს, დავალებები შეიძლება მიცეს, რჩევა მიცეს, არასწორი ან სწორი თუ რა არის საერთოდ ეს, რა მოცემულობაა? რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როგორც დიპლომატი, რას ფიქრობთ? რა ვითარებაა და ზოგადად ეს არ იყო ლამაზი. დიპლომატიურად ეს შემოვიფარგლები, იქ ელჩი არ ყოფილიყო. ეს არ იყო ბატონი კნირში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუწია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია და მოუწია ნამდვილად, მაგას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ჩემთვის მოუწია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა. ამის გამო მას ქონდა და მე შევსწრები ვარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო. გახარიასაც? გახარიას არ შევსწრები ვარ, მაგრამ სხვებს მე ჩემთვის მოუწია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე. ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით. გულწრფელად გეუბნებით იჯდა. და აკვირდებოდა. აკვირდებოდა სიტუაციას. უთარგმნიდა ვინმე? არა, მე ვესაუბრე, როგორც გითხარით წეგან, ოღონდ რაღაცა ესეთი რა ხდება, დაძაბულია სიტუაცია, ეს კითხვას თუ დასვავდა, თორე აი ეს რაღაცა იქ რამდენი ადამიანია, რა სპეცსაშუალო, ეგეთი რამე მე არ მახსენდება. აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მე როგორ გითხრათ რას ხო, იჯდა და უყურებდა სიტუაციას, ერთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა, ავიც სხვა ენა შეიძლება იცოდა, მაგრამ ნუ გერმანულად, ინგლისური იცოდა, მაგრამ მასთან ახლა განსაკუთრებული მისვლა და კომუნიკაცია იქ არ ყოფილა. იჯდა, ესე იჯდა რა, წარმოიდგინეთ. ბატონო გვესწრება ბოდიშვიხტი, თქვენთან აი ესე იჯდა გვეყურებდა პროცესში რო არ იყო ჩართული. კითხვები ხომ არა? შეიძლება გახარიას ესაუბრებოდა, მე ეს ნამდვილად არ დამინახავს. კომუნიკაცია არსებობდა ბუნებრივია იქ, მაგრამ ეხლა რაზე ესაუბრებოდა? გახარიამ გერმანული არ ვიციო, შენ ელაპარაკეო ასე. არა, გახარიამ გერმანული ბრწყინვალეთ იცის, ეს მის კრედიტი შეიძლება ჩავთვალოთ, რუსული უკეთ იცის, მე როგორც ვიცი. მაგრამ გერმანული ბრწყინვალეთ შესაბამისად ის ესაუბრებოდა მას გერმანულად. აი ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ თქვენ როდესაც იქ არ იყავით და არ ესაუბრებოდით ელჩს გერმანულად, ეს იმას მოწმობს, რომ მას და ელჩს შეეძლოთ მათთვის გასაგებ ენაზე თარჯიმნის დახმარების გარეშე ურთიერთობა. ბუნებრივია ის ლაპარაკობს ძალიან კარგად გერმანულად, აი რა გითხრათ? ინგლისური საკმაოდ ისე იცის. კარგი.